მადლობა ეს გახდათ ანსამბლი ერკვანი და მისი ხელმძღვანელი ბატონი კახა შაქიშვილი ჩვენ ასევე შემოგვეცენ სტუმრად წარმატებული სტუმრები გიორგი გაბუნია დირექტორის მოადგილე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მოადგილე და თვითონ დირექტორი გიორგი დონაძე მოგესალმებით ანსამბლი ერკვანი რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ ფესტივალში რომელიც ჩატარდება 1 ივნისს სოფელ ნიქოზში ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული ფესტივალი აღსანიშნავია რომ ეს ფესტივალი პირველად ტარდება და ალბათ მან დავიწყოთ საუბარი თავარი მიზანი რა არის რატომ ტარდება და შემდეგ აუცილებლად ვისაუბროთ ლოკაციაზე სადაც აირჩიეთ სოფელი ნიქოზი იმიტომ ეს საკმაოდ რთული უბანია და ალბათ გაცვლა იყოს სწორედ რომ აქ ჩატარებულიყო მადლობა მოწვევისთვის მოგესალმებით ძალიან საინტერესოა ზოგადად ბავშვთა ფესტივალები ახლა ნაკლებად ტარდება და ფესტივალები საქართველოში ნაკლებად ტარდება და ესეთი ტიპის ფესტივალი ერთდღიანი ახლა ჩვენ დავაფუძნეთ პირველად ტარდება ნამდვილად ფოლკლორის ცენტრმა დააფუძნეს ფესტივალი გვინდა რომ ყოველწელს ჩატარდეს და მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს თქვათ იმ სტანდარტებს რაც მსოფლიოში აპრობირებული ჩვენ კარგად ვიცით ყოფილვარ სხვადასხვა ფესტივალებზე და გვინდა რომ ჩვენი ახალგაზრდობა ჩაერთოს უფრო აქტიურად და იმიტომ გავაკეთეთ ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი რომ 500-მდე ბავშვი და მოზარდი მიიღებს ეს კიდე ცოტა არის ჩვენ თუ ღვთისმსხალობით კარგად ჩავატარებთ და ტრადიციულ სახეს მივიცემთ ამას შემდეგ წლებში ქორეოგრაფიული ჯგუფები ჩაერთვებიან ჩაერთვება სხვადასხვა ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებები და შეიძლება განვავრცოთ კიდე სხვა ტრადიციული თქვათ მიმართულებებით. უბრალოდ და ნიქოზში რო ჩატარდება ძალიან და გავშალოთ ეს თემაც ბუნებრივია. ეს იდეა ეკუთვნის ბატონ აზრელ კომაიშვილს, იმიტომ რომ იქ როგორც წლებია ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი, როგორც მეუფეისაია ატარებს და გელა კანდელაკი ამის ისე თქვა დამფუძნებელი და ყოველწელს ტარდება და მისი თქვა შემოთავაზება იყო და ჩვენ როგორც კი საშუალება მოგვეცა თქვა ეს ფესტივალი დავაფუძნეთ გვინდა რომ აი ძალიან შვიდად და კარგად ჩაიაროს ამ ბოლო პერიოდში მაინც ახ ბავშვებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო და მაქსიმალურად მთელი მთავრობა არის ჩართული შემიძლია თქვა ყველა სამინისტრო თქვა ვისაც ეხება ეს უსაფრთხოება ბავშვების და ნიქოზში იმიტომ აირჩიეთ რომ ნიქოზი ქართველებმა უნდა ვნახოთ ჩვენ მოვიარეთ მთელი მსოფლიო მაგრამ არ ვართ ნაყოფი ნიქოზში მოვიარეთ მთელი მსოფლიო და არ ვართ ნაყოფი სხვადასხვა კუთხეებში თუშეთში ხელსურეთში და სხვანაირად როგორ შევინარჩუნოთ ის მარტო ახ ტელევიზორში რო გამოვალ და აფხაზეთ ჩვენი ოსეთი ჩვენი ესე ვერავაფერს აი ეს ახალგაზრდები რომლებიც ჩვენივრად ღერიან და ესეთები და ჩავიდნენ ნიქოზში ჩავიდნენ ანაკლიაში და უფრო მოუახლოვდა იმ სურნელი უნდა შეიგრძნო კულტურული გზავნილიც იქნება ალბათ სხვადასხვა კილოებია სხვადასხვა რეგიონები ბათუმ ეხახე თქვენ თანამონაწილეებს მიიღებთ აუცილებლად და მოხარული ვარ რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ იმდენადაც მართლა ეროვნულია მართლა მნიშვნელოვანია და მინდა დაგარწმუნოთ რომ ყველა ეს ბავშვი რომელიც აქ არის და მათთან ერთად მათი მეგობრებიც ძალიან მოხარულები არიან ამ ფესტივალის მონაწილეობას ისაღებათ რომ არიან მზად არიან იმისთვის რომ ნახონ ის კუთხე რომელიც ჩვენია ნამდვილად და იმ ღერონი კუთხეში სადაც ცოტა რთული ვითარებაა მაგრამ რაღაც იმპულსები და რაღაც სიგნალები გადავცეთ იმ ხალხს რომ ჩვენ ცოცხლები ვართ ჩვენ მაგრები ვართ ქართველები ვართ და ეს ჩვენი ეროვნული სულისკვეთება მე მგონი რომ ყველაფერს მაინც კარგისკენ წაიყვანს ბოლოს. ისიც გამაინტერესებს, როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა და რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართულები და დაინტერესებული ფოლკლორული ანსამბლები, რომ მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალში, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ახალგაზრდები ჩავრთოთ უფრო მეტად ამ სფეროს განვითარებაში. აი გეტყვით, მონაწილეების შერჩევა არ გაგჭირვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ანსამბლი დაინტერესდა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ჩვენი საალთბორო სკოლებიდან. ჩვენ შევკვეცეთ კიდევ სახან პირველია და ვთქვათ მასშტაბური არ გვინდოდა თავიდანვე ყოფილიყო თუმცა 500 ბავშვი საშუალო და იქ ესეც არ არის მარტივი ძალიან არ არის მარტივი
და ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ ანსამბლების შერჩევა არ გაგვჭირებია თბილისში უამრავი უნიკალური ანსამბლი გიორგის ფორუმ ეს საორგანიზაციო საკითხში ჩართულია და თქვას ამხელა დაინტერესება იყო არა მარტო ანსამბლებიდან ზოგადად ბიზნესისგან და მოკლედ მოგახსენებთ რომ გარდა იმისა რომ ნიქოზის ფესტივალი უკვე იქცა საკმაოდ ფართომასშტაბიან და ძალიან საინტერესო ღონისძიებად ნიშანდობლივი ფაქტია ისიც რომ თბილისური ანსამბლების გარდა ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წარმომადგენლობის ფარგლებში არსებული სალუტპარო სკოლის გუნდები რომელიც წელს გავხსენით და უკვე რამდენიმე სალუტპარო სკოლამ გუნდმა გამოთქვა მსაობა იმის რომ მიიღო ფესტივალში მონაწილეობა ჩამოდიან რეგიონებიდანაც რაც ასევე სასიხარულო ფაქტია და ზოგადად ჩვენი წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ პრიორიტეტი იყო მომავალი თაობები და ის გაცვლითი ღონისძიებები რომ დავუშვათ იგივე რაჭიდან, სვანეთიდან ახალგაზრდები ჩამოვიდნენ კახეთში, იგივე დავუშვათ ნიქოზში ამ შემთხვევაში და პირიქით ხო? ანუ ეგრეთ გვარი გაცვლითი ღონისძიება ხდება. ეს ერთი და მეორე ის რომ ზოგადად იგივე ქობულეთიდან ჩამოდიან ახლა 40 კაციანი ბავშვთა გუნდი ჩამოდის და საკმაოდ ფართომასშტაბიანია ეს ღონისძიება და ვინაიდან ეს ადგილი სადაც იქნება ჩატარებული ფესტივალი არის საკმაოდ ახლოს კონფლიქტის ზონასთან აბსოლუტურად უსაფრთხოა აბსოლუტურად ყველა ფაქტორი იქნა გათვალისწინებული და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებას რომელმაც მიიღო აღნიშნული ფესტივალის მომზადებაში მონაწილეობა განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და გამგებელს ბატონ დავით ონიაშვილს, რომელმაც ბოლომდე დაუჭირა მხარი ნიქოზის ფესტივალს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დაცული იქნება ძალიან მაინტერესებს იმ მშობლის გადმოსახედიდან ვსაუბრობ. არც ერთ მშობელს არ ქონია ცოტა შიში მაინც რომ ფესტივალი ტარდება, მაინც ცოტა რთულ რა. არა, იმიტომ რომ ეს არ არის მაინც და მაინც იქ ახლოს უშუალოდ ხასთან მოშორებით არის, ცოტა სიღრმეშია, ასე რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. სიფრთხილე იყო მთავრობაზე გავიდა ეს საკითხი და თან იყო რაღაცა არ მოხდეს. სიფრთხილე იყო მთავრობა კულტურის მინისტრმა პირდაპირ თავის პატრონაჟში ესაიღო ფაქტიურად ეს და ყველა დეტალი გავიარეთ ყველა შესაბამის ორგანოებთან და დაუშვეს ამ ფესტივალის ჩატარება და ვფიქრობ რომ ძალიანაც კარგი ქნეს ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შემდეგ წელს უფრო გავაძლიერებ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა, ჩვენი პირადა, ჩვენი ჩასვლა ამ რეგიონებში და მე ვფიქრობ ტელევიზიამაც უნდა საკმაოდ ისე გააშუქონ ეს ფაქტი და ძალიან პოზიტიური ასევე ხალხური ლეწვის გამოფენაც იქნება ხო კი, ეკლესიის ეზოში არის ხალხური ლეწვის გამოფენა და შემდეგ გადავდივართ მან გიორგი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ სამჩაბლო იყო შიდა ქართლი არის რა შიდა ქართლი და ალბათ რაღაცა აქცენტი აი რა არის ქართლის სიმღერები ამიტომ აი მესხური ქართლის ცოტა ახლოს არის ქახურთან რაღაცებში მაგრამ თავისი უნიკალურებაც არის და ხშირ აი ეს ქართლ ქახური აი საბჭოთა პერიოდი ტერმინოლოგია და კატეგორია და მე მგონი რომ საინტერესო კილო რო შევინარჩუნე მაგის გაცალცა ხება რა არის ქართლის და რა არის კახეთის აბსოლუტურად ჩვენ სასამართლო ამან რახა ნიკოლში ხდება შეიძლება რაღაცა ჰაზდას თვითონ ასამბლეის მონაწილეობა რაღაცა მასტერ კლასის სალიდან რაღაცა ჰონიეზები იქოს არის აი რატო ეს არის ქართლის და რატო ეს არის კახური მე მგონი თქვენ კირიერთის სიმღერა გვეთქვით არის მაგის შესაძლებლობა ჩვენი საუბარი საინტერესო მაგრამ მაკორებელისთვის ალბათ სიმღერა კირი უფრო საინტერესო იქნება რა შეგვესრულებთ მოკლედ აფორმებია მე სიმღერებს ბატონო დიდი სიამოვნებით კი ბატონო, ხოლმე მე მინდა ამასობაში დიდი მადლობა ვუთხრა სტუმრებს. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ 1 ივნისს ნიქოზში გაიმართება ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული ფესტივალი ნიქოზი 2015 პირველად ტარდება და მე გისურვებთ, რომ ყოველწლიური სახე მიიღოს და იყოს უფრო წარმატებული და ბევრად უფრო მასშტაბური ვიდრე წელს არის.
მადლობა სტუმრებს. კარგი იყო. ბატონო კახა, ძალიან კარგი იყო. თუ მოკლე კახური მრავალჟამიერი შეიძლება შეადარე რემერული ჰაჩაპური. ეს არის კლასიკა. აი, ძალიან კარგი და ნაღდი, მაგრამ ჰანდაჰან ფლოვანი ძალიან საინტერესოა. აი, უსურებთ ახალგაზრდებს, რომ მრავალჟამიერი, რამდენი სოფელი არის, რამდენი ოჯახი არის, იმდენი მრავალჟამიერი არის და ეს განსხვავებული და დაკარგული და ან თითქმის დაკარგული, აი, მრავალჟამიერები ეს არის შესაძლებელი სასწრაფოდ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ იმაზე. ახალი პარკი ელოდება თბილისს, ქალაქის მერია ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. დეტალებით დავბრუნდებით რამდენიმე წუთში.